გამხდარი უნდა იყოს. იცი რატო? არ ვიცი. უნდა ჭამდეს ცოტას და საუკეთესოს. ხო. და ჯამთელად უნდა იცოდეს რა. რა არის იქ ატვიყურები? აჰა. აბა. ნახეთ უკვე გამჭვირვალე გახდა. სითეთრე დაკარგა. აუ ბატონო დავით, იცი რა მაგარი რამე გამოვა. შენ გაგისინჯავს? ბიჭო, მე აკეთე, არაფერს ისეც არ ვაკეთებ. ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა ამის მეტი რა გამისინჯავს. ტყეში სოკო მოგიკრეფია და გვიჭამია. ხის სოკო ადვილი საცნობია და 95% არ მოიწამლები რა. თუ ერთი-ორჯერ მან დაეჭირა რომ დაგპატიჟეს გახსოვს? სადაც? რაზე? აქვე რა ურო დაგპატიჟეს. ნიყზე. ხო, ნიყზე. კაი, ეხლა ეს რომ მოიწალება, მგონი უკვე კი არ მოიწალა და უკვე ეს ამას მეტი აღარაფერი აღარ უნდა. დაკარამელიზირდა. ეს აი და სოკო მოიტანა. მე ხوار დაუშვა. არა, მე ვიზა მაგას. შენ წადი და მოიტანე. მოიტანო? მარილი. მარილი და წვანილები. აი. აი ესე. უცხოსუნელების ხوار მოიტანო. მოიტაკ, ეგ მწვანილი დადი ჯერ არ აღჭირდება. სუნელების ხوار მოიტანო. სუნელების მოიტანე აუცილებლად, მაგრამ მარილს მაინცა და მაინც ბევრს უნდა აღვით, იმიტომ რომ ზოგს არ უყვარს. ჩემი არ იყოს. მე მლაში არ გამოვიდეს. დავუმართი? მე დავუშვა. კარგი, მაშინ ვთქვათ. სამნაირი სულელი არეული ამაში. სულელი. და დიძა, აჰა დავუშვა. ეს გულით გინდა, ეს გააკეთო, ქენი.